მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ კითხვასწავლას წმინდა მამის გამარტებით, ფსალმუნი 93. ჩვენ ვიწყეთ პირველი მუხლიდან. ღმერთი შურის გზიებათაი უფალი, ღმერთი შურის გზიებათაი. ესე იგი, ნახეთ შურის გზიება სამართლიანი ცეცხლი, რომელიც უსამართლობას წყავს, ხო, წვავს უკაცრავად. და იოანე ოქროპირი ამბობს ასევე, რომ განცხადება, ანუ ღმერთის ხმა, ხო, რომელიც ყველას ესმის. უფალი ერთადერთი მსაჯული, რომელიც არ ცდება. მეორე მუხლი. ამაღლდი, რომელიც ჟი ქვეყანასა, მიაგე მისაგებელი ამ პარტავანთა. ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ ამაღლდი, ესე იგი, როგორც მთა, ხო, როგორც ყველაფერს, თქვათ, ხედავს. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მისაგებელი, ანუ ამპარტავნობის ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოს, ხო. სამართალი ეს ღმერთის ხმალია, რომელიც არ კანკალებს, ასე ვთქვათ, ესე ამბობს კირილი იერუსალიმელი. მესამე. ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან. ესე იგი, ვიდრემდის ტკივილის კითხვა, ხო, რომელიც გულიდან მოდის. იქადოდიან როგორც მზეზე მყოფი ყვავილები, მაგრამ მალე ქრებიან. ეს კითხვა მეგობრებო მართლის ლოცვა, რომელიც ღმერთამდე აღწევს. მართლის ლოცვა, რომელიც ღმერთამდე აღწევს. შემდეგი მეოთხე. აღმოსთქვან და იტყოდიან სიცრუვესა, იტყოდიან ყოველნი, რომანი იქმან უსჯულოებასა. ბასილი დიდი გამარტავს, რომ სიცრუვე ბოროტის ენაა, რომელიც თავს იწონებს. უსჯულოები, ესე იგი, სიტყვით ქმნიან თავიანთ სამყაროს, მაგრამ ის ქრება. მათი სიტყვა ეს ქარია, რომელიც ღმერთის წინაშე ქრება. მეხუთე მუხლი. ერი შენი უფალო დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს. ბასილი დიდი გამარტავს, ერი ეს არის ღმერთის რჩეული, რომელიც ტანჯვაშია. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ განაბოროტეს, როგორც მტერი ქალაქს ანადგურებს. ანუ სამკვიდრებელი წმინდა მიწა, რომელიც ტირის. ქვრივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყვიდეს. ესე იგი, სუსტები ღმერთის თვალისჩინი, ხო, რომლებსაც იცავს. მოკლეს უსამართლობის უმძიმესი ცოდვა და ესე იგი, ასევე ობოლი ეს უმწეოა, რომლის ტირლიც ღმერთამდე აღწევს. კირილი იერუსალიმელის თქმით. შემდეგ მეშვიდე მუხლი. დათქვეს, არ აიხილოს უფალმან, არც აგულისხმაყოს ღმერთმან იაკობისმან. ესე იგი, თქვეს სიბრმავე, რომელიც ღმერთს უარყოფს, ხო, ასევე იოანე ოქროპირი ამბობს, რომ არ იხილოს უგუნური სიტყვა, რომელიც თავად იხოცება. იაკობის ღმერთი ყველაფერს ხედავს, ესე იგი, არაფერი ემალება. შემდეგი მერვე მუხლი შეგახსენებთ, რომ ეს არის ფსალმუნი 93. გულის ხმა ყავთ, აწ უგუნურნო, ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულის ხმა ყოთ. ესე იგი, გულის ხმა გონების გახსნა ჭეშმარიტებისთვის. უგუნურნო ეს ვინც თვალებს ხუჭავს შუგზე, ხო, სინათლეზე. ოდესმე ბოლო, ესე იგი, ანუ ბოლო შანსი, ესე ვთქვათ, რომელიც ღმერთი იძლება. შემდეგ, რომელმან დანერგა ყური და არა ნუ ესმისა, ანუ რომელმან შექმნა თვალი, არა ნუ ხედავსა. ბასილი დიდი გამარტავს, რომ შემოქმედი ყველაფერს ხედავს და ისმენს, რადგან თვითონ შექმნა. იოანე ოქროპირი. ყური და თვალი ეს ღმერთის ხელნაკეთი, როგორც
როგორ არ იცოდის, როგორ არ იცოდეს, ასე ვთქვათ. იოანე ოქროპირი ამბობს. და კირილი იერუსალიმელი ამბობს, რომ ეს კითხვა უგუნურების დასამარცხებელი იარაღია. შემდეგ მეათე მუხლი, რომელიც სწავლის თესლებსა არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაი. სწავლა ღმერთის საქმეა, მხილება მისი სამართალია. თესლები, ესე იგი ერები, რომლებსაც ღმერთი ასწავლის და ესე იგი მეცნიერება ღმერთის საჩუქარია მეგობრებო, რომელიც ამხელს უგუნურებს. შემდეგ მე-11 უფალმან უწყნის ზრახვანი კაცდანი რამე თუ არიან ამაო. ანუ ზრახვანის გულის საიდუმლოა, რომელიც ღმერთისათვის ღიაა. შემდეგ იოანე ოქროპირი ნახეთ ამაო როგორც კვამლი, რომელიც ქრება და კირილი იერუსალიმელი უფალი გულის მცოდნე, ასე იგი არაფერი დაემალება, არაფერი ემალება, ხო? მე-12 მუხლი ნეტარ არს კაცი რომელიც გასწავლო უფალო და ჟულისა შენისაგან ასწავლო მას. განსწავლა ღმერთის ხელია, რომელიც გონებას ხსნის. ჟული ესა გზა, რომელიც ნეტარებამდე მიგვიყვანს და ნეტარია, ვინც ღმერთის სკოლაში სწავლობს. მე-13 დამშვიდებად მისცა დღეთა ბოროტ და ვიდრემდის ეთხაროს ხნარცვი ცოდვილსა. ბასილი დიდი გამარტავს, რომ დამშვიდება ღმერთის ნუგეში ბოროტ დღეებში. ანუ ხნარცვი, ესე იგი ცოდვილის საფლავი, რომელიც თავად იჭრება. ვიდრემდის მოთმინება, რომელიც გამარჯვება მოაქვს. რამე თუ არა განიშოროს უფალმანერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი არა უგულებელს ხოს. განიშოროს არა, ანუ ღმერთი ერთგულია თავისას, სამკვიდრებელი წმინდა მემკვიდრეობა, ხო, რომელიც დაცულია. კირილი იერუსალიმელი ამბობს, რომ უფალი მამა, რომელიც შვილებს არ ტოვებს. მე-15 ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვა და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელიც წრფელ არიან გულითა. ესე იგი ბასილი დიდი ამბობს, გამარტავს უბრალოდ, რომ სიმართლე საბოლოო გამარჯვებული მსაჯულია. იოანე ოქროპირი წრფელი გულის სიმართლის მოყვარე, რომელიც მას მიუახლოვდება. ანუ მოიქცეს ეს დრო მოვა, როცა სამართალი გაიმარჯვებს. მე-16 ვინ წინა აღმიდგეს მე უკეთურთაგანი, ანუ ვინ თანაწარმომ მიდგეს მე მათგანი, რომანი იქმან უსჯულოებასა. ანუ ვინ, ხო, კითხვა, რომელსაც მხოლოდ ღმერთი პასუხობს, უკეთურნი მტრები, რომლებიც მარტო ტოვებენ. თანაწარმომიდგეს, ესე იგი ღმერთი ერთადერთი მოკავშირეა. შემდეგ არა თუმცა უფალი შემეწია მე კნინ ერთღა და დამცა ემკვიდრა ჯოჯოხეთ სული ჩემი. ესე იგი შემეწია ღმერთის ხელია, რომელიც სიკვდილს აჩერებს. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ კნინ ერთღა, ანუ ერთი ნაბიჯი ჯოჯოხეთამდე, მაგრამ ღმერთი გვიხსნის. სული ეს ღმერთის საკუთრება, რომელიც არ იკარგება. მე-18 მუხლი უკვე თუმცა ვიტყოდე, შემიძრწუნდა ფერხი ჩემი, წყალობა ის შენი უფალო, შემწევდა მე. შემიძრწუნდა ეს სისუსტეა, რომელსაც წყალობა ამაგრებს. იოანე ოქროპირი ფერხი სულის გზა, რომელიც ღმერთი ურყევს ხდის. ხო? და შემდეგი უკაცრავად წამით დავკარგე. ხო,
ანუ ფერხი ეს სულის გზა, რომელიც ღმერთი ურყევს ხდის და წყალობა, ნახე წყალობა მყარეს საყრდენია დაცემისას. მყარეს საყრდენი დაცემისას. შემდეგ 19 მუხლი. მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსაშინა ჩემსა ნუგეშინის ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა. ბასილი დიდი ამბობს, რომ სალმობანი ტკივილი ნუგეში ღმერთის ნაზი ხელი, ხო? ახარეს, ესე იგი როგორც მზე ხრუბლებს გარდაიჭრება და ეს ივანე ოქროპირი ამბობს და შემდეგ კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ სული ღმერთის ნუგეშით ივსება სიხარულით. შემდეგ მე-20 მუხლი. ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უსჯულოებისაი, რომელი იქ მან შრომასა ბრძანებულსა ზედა. ბასილი დიდი გამარტავს, რომ უსჯულოების საყდარი სრულ ტახტია, რომელიც ღმერთის წინაშე ვერ დგას. ასევე ოქროპირი ამბობს, რომ შრომა უსამართლო კანონები, რომლებიც ხალხს ესე იგი წვალებენ, ხო? ღმერთის სამართლის ერთადერთი ტახტია. 21 მუხლი. მოინადირონ სული მართლისაი და სიცხსა ებრალოსა ბრალელ ყოფდეს. ანუ მოინადირონ ეს როგორც მტაცებლები, მაგრამ უშედეგოდ. უბრალო სისხლი მართლის სიცოცხლე, ხო, რომელიც ღმერთი იცავს. ბრალეულ ყოფენ, ანუ ცრუ ბრალდება არის ეს, რომელიც თავად იხოცება. შემდეგი. და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა. შესავედრებელი ღმერთის თავშესაფარი, ხო, სადაც მტერი ვერ შედის. ასევე ივანე ოქროპირი ამბობს, რომ სასოება ღმერთშია, სასოება მეგობრებო, ანუ იგივე არის იმედი, ხო, სასოება იმედი ღმერთშია, რომელიც არასოდეს განაგდებს და უფალი ჩემ ციხე სიმაგრე და დაცვა. და ბოლო მუხლი მეგობრებო, ესე იგი შეგახსენებთ, რომ ეს არის 93 ფსალმუნი და ჩვენ ვასრულებთ, ვკითხულობთ ბოლო 23 მუხლს. და მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაი მათი დაუკეთურებისა, მათი საებრ უჩინოყნეს იგინი უფალმა ღმერთმა ჩვენმან დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ესე იგი ბასილი დიდი ამბობს, რომ მიაგოს სამართლიანი ანაზღაურება, რომელიც თავად სოდვილი იღებს. უჩინოყნეს, ანუ როგორც ქარი ფოთოლს ისე გააქროს ღმერთი ბოროტს. ნუ დიდება ღმერთს, რომელიც სამართლს აღასრულებს, ხო? ყველა ვინც მისმენდით ღმერთმა შეგიწიროთ, დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლობა ღვთის შეწევნით და ღვთის ძალით ჩვენ გავაგრძელებთ შემდეგ მოხს. მადლობა.